გამარჯობათ, მე ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ დავამაინინგოთ Litecoin Cash პროცესორით. ლეპტოპებით უმჯობესია. შევდივართ ამ საიტზე, საიტის ლინკი იქნება აღწერაში, გადავდივართ აქ. შემდეგ ამერიკა Litecoin-ი, აქ No იქნება. აქ გვინდა ჩვენი საფულის მისამართი. ამ საფულის ლინკიც იქნება და რეგისტრაციის ინსტრუქციაც წინა ვიდეოში დევს თუ ცოტა უნდა ამ საიტზე რეგისტრაციას წინა ვიდეოში ნახავთ ამას. გადადიხართ აქ LKK უცებ ამას მონიშნავთ, ნატივი უნდა იყოს ეს. შემდეგ გადადიხართ ისე wallet-ზე Litecoin-ი, ამას დააკოპირებთ და ამას ჩაკეცავთ დროებით. არა, ამას დააკოპირებთ. შემდეგ გვჭირდება პროგრამა. გადმოვწეროთ ეს ლინკიც იქნება აღწერაში, ამ პროგრამის ლინკი. გადმოვიწერე. ეს გადმოწერილი უკვე მეცხრეთ. გავხსენით, ეს ამოვაარქივოთ. შემდეგ Windows Defender-ი დროებით გავთიშოთ. ეს ესე იქნება, მაგრამ ეს ექენით დროებით. შემდეგ ექსკლუზივი დავამატოთ აქ ფაილი, folder, ჩვენი SBR-მაინერი დაემატა, ეს გავთიშოთ. შემდეგ შევდივართ folder-ში ვხსნით. აქ ნებისმიერი, მაგალითად ეს start mining რაღაც. ვაწვევით edit და აქ რაღაცებს ჩავასწორებთ. ახრიდან დაწერა მეზარება. შევცვალოთ პული wallet ადრესი. ეხლა აქ რა გვინდა? პული ვიცით, wallet. ეს არის აქედან რაც დავაკოპირეთ ტირები. რავი, X. შევცვალოთ ალგორითმი. ალგორითმი ვნახოთ აქ. ეს Minotaurus. Minotaurus კონტროლ და პაროლიც ჯობია რომ ესე იყოს. პაროლიც ჩავასწოროთ ეს. ყველაფერი სწორია მე მგონი. ამას ხა ვასეივებ. ჩამოვდივარ. ამას გავთიშავ ვაფშე. ამას შემიძლია სახელიც გადავაკეთო. არა. ამ პირდაპირ გავუშვათ ეს ფაილი. ჩაერთო ჩვენი მაინერი. wallet მისამართი ატრაგებსო? ეს ჩვენი task manager. მაგრამ პროცესორს ტვირთავს მაქსიმალურად. Warning wallet address which I don't follow. და rules. ჩაერთო ჩვენი მაინერი. ეს საფულე სხვას ეკუთვნისო და მეგბაზარი. ჩვენმა კომპიუტერმა დაიწყო უკვე მაინინგი. აქ უნდა გააკეთოს აქცეპტები და დასტურები. ამ დროს გადავდივართ wallet-ზე და აქ მიუთითებთ ჩვენს საფულეს. დაბლა ჩამოვართ, აქ მიუთითებ შენს საფულეს. ეს რა არის? ნუ ეს ამ საფულეს მიუთითებ რა. ამან არ დაიწყო იდე?
ედით. ჩვენი საფულის მისამართს მივუქცევ. აქ. აჰა. მეც და იგივე გამოვიდა. ცოტა ხანში აქ გამოჩნდება რომ ამაინინგებს და ეს ჯამური გადახდები, გამომუშავებული და ასე შემდეგ. ორი ახლა ვნახოთ ამან ჩარტოს, აი 2 და 3 აწია. ეხლა ბევრი რაღაცა მაქვს ჩართული და ესე ცოტა მაგიტო აწია და მაგიტო ვიანშება ყველაფერს 2, 4 და 6-მდე ადის ხოლმე. თქვენი კომპიუტერის პროცესორებიც დამიწერეთ და რამდენ კილო ჰეშს აწევს, ეგეც მითხარით, რამდენ ჰეშს აწევს. ჩემი წევს 4-ს. თუ და გაინტერესდათ ვიდეო, რავი, მომწერეთ, ან თუ რამე ვერ გაიგეთ, გაგარკვევთ ყველაფერში. ყველაფერი საიტის ლინკები აღწერაში იქნება. მადლობთ ყურადღებისთვის.